ჩიმოლამაზო. ჩემო დახატულო გამარჯობად ხალხნებო, როგორ ხარ? მე ბავშვით მოვედი. მე ჩემი ულამაზესი გოგოთი. ჩემი ნაშვილები გოგოთი, პაწაწინათი. ხო ჩიმოლამაზო. რა კარგია ამათ ბედად, კარგია მინდები რო არის. მე კუტუნა. ჩემო პაწაწი. შორენახე? ყოველ დღე როგორ ფერად ფისოებს განახებ. ეხა ვაჭამე ჩემს უკანას. დახტი. მიდი აქ მზეზე შენ ქოხში. აი შორე შენ ეს ხო არ გინახია, ეს მანქანა უგადომა და ის არის. ეს კარგად ვარ. დილას მქონდა სიცხე, ეხა აღარ მაქვს. ყველაზე კარგი ის არის განიში. თემატორი გაჩერდეს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სიცხის წამალი არ დამილევია, თავისით დამიწია, თავისით დამიგდო. დღეს ბოლო ანტიბიოტიკს დავლევ, მესამეს აზიმაკს ვსვავ. და სავარაუდოდ 3 დღე კიდე გავაგრძელებ. ანუ 3 დღე არ მეყოფა რა, იმიტომ რომ ზედიზედ დღეს მე რამდენი 4-ია ხო, დღეს 4 დღეა ზედიზედ მაქვს 38 სიცხე. დაწევის გარეშე. დასუყურებ. ტრანსილვანიას. სასტუმრო ტრანსილვანია. ხო და. ეხა დროა საქმე დავიწყო და ის საქმე რაც წესით აქამდეც უნდა გამეკეთებინა უბრალოდ ანდერძის დაწერა და ხევაში ვიყავი და ვერ დავიწყე რა. ეხა იცი რა მინდა, აი ესენი მინდა რომ დავმალო ხალ. მართლა მინდა რომ ეგენი დავმალო და სადღაცას მაქვს ეგენი რომ ვიყიდე თემზე. ერთი მინუსი მივეცი, წეს დაქონა გქონდეს. აი. რამდენი ნაირი იყო, ერთი თეთრი, სერი, შავი და ეს და ნაირი და რაღაცა ღირდა. და თმა უკვე შევიკარი. როგორც არ უნდა მქონდეს, ესე მქონდეს. არაფერს არ მივიყრი. არაფერს არ ზედმეც არ გავაკეთებ საქმეს. უბრალოდ მინდა რომ ჭურჭელი დავრეცხო და ეს კუხნის იცი რა თემა არის, აი დიდ ქვაბებიდან რომ მორჩება და პატარებში უნდა გადაიტანო, აი ეგ მომენტი არის ახლა. ხო და თუ ეგ არ გავაკეთე, ანუ ფიზიკური ჯანმრთელობა არაფერი არ არის მენტალურად რომ მემართება. არეულობის დროს ცუდად ყოფნის ის რომ ჭირს ხოლმე, ხო და ამიტომ დავალაგებ და ეგ იქნება და ეგ. მე უნდა დავაუთო. ოღონდ დაუთოებას გავაკეთებ ფილმთან ერთად, დაიდო ჩემი სერიალის ბოლო 2 სერია. რამდენად დაუთოებასთან ერთად შევძლებ არ ვიცი, იმიტომ რომ სუბტიტრებით არის ეგ. ხო და ეს რო აღარ მაწუხებს, კაია. ხო და სათვალეს გაკეთებაც მინდოდა. თეთრეული შეყვარი. ხახ რამე ესეთი ის არის რა ქვია? გუშინ მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ვარ ხო? ეხა სარეცხს მე ხო არ ვრეცხავ რა, მე ხო არ ვჭეჭყავ. და აიღო შეყარო, წყალი მოდის. გუშინ წინ მართლა წყალი შემომყვანეთ ის 24 საათიანი და ანუ ისე გავუკეთეთ საკეტები რა, რომ მატორს რო დავკეტავთ, ანუ მატორი აღარ ჭირდება, ისეთი ნაპორი აქვს, შუქიც რო არ იყოს, ისე შეგვიძლია რომ ვიბანაოთ. იმიტომ რომ გამათბობლის ელემენტებზე უბრალოდ დენზი არ არის და ხო და რომ მოვიდა წეღანეკ მიცი გავაფუძე ბოჭკას და მე შეყვრის არის და მოვიდა რათა ნაცრისფერი წყალი რა და მაგით ეხა აი ესეთ თეთრეულს ვერ გარეცხავ იქ
გაირეცხება, მაგრამ იმაზე მეტ ფერს მიიღებს, რა ვიცი, იმაზე მეტი ჭი არც აქვს. ხოდა ხა ივანეს ჩავსხმევინე ეგ წყალი, იმიტომ რომ მე აღარ ავწია ის. ბეჭები მეთქი არ მივაყოლო. ჭხილებმა გასაკეთებელი. ნუნები, მაგრამ მოდი მოვითავებ ამ საქმეებს და ცხիր მეფხანება, აი ეს მთელი კანი მეფხანება ხო? არა, დასაბანი არა ვარ, დავიბადე გუშინ. ეხლა აქ რაც შემოვედიცით. მინდა რომ კუხნის დალაგების პროცესი გადავიღო თავის აღჭურვილობით. და მაგის მერე ამოვიდე და მაღლა ოთახებს მივჭრობ. ხოდა მაგით წავალ ხა და გადავიღებ. არ ვიცი რამდენად დავომიზნებ ახლა. ანუ ეს დავარეგულირე წესის თუ კარგად გქონდეს და ეს არ ვიცი ხა რო გავიკეთე. კაია რო გავიკეთე. და მე მგონი პანორამა რეჟიმით რო გადავიღო ჯობია, ამიტომ პანორამა იცი რას ქვია? ყველა ტელეფონს აქვს პანორამა რეჟიმი. ანუ მაქსიმალურად რო ჩანს ფართია ესე გაშლილად. ამიტომ ხა ის როგორ უნდა გავაკეთო? ეს მგონი უნდა მომეხსნა. პირიქით მინდა რა ტელეფონი რო. ანუ ესე ვერ გადავიღებ. მაშინ ესე უნდა ვქნა. ვიტიხარ ბანან. ოღონდ სელფის კამერას არ აქვს პანორამა რეჟიმი, აქვს უკანა კამერას და ეხა ის ისე უნდა გავაკეთო, რომ უკანა კამერას ვერ ვიზავ. არა, უკანა კამერას კი დავამაგრებ, მაგრამ მეშინია რომ აი აქედან ესე თავდაყირა რო იქნება, აქედან ჩამოვარდება. და მინდა რომ აი ეს ქონდეს დამცავი, ანუ ესე იყოს და ტელეფონი ზედიდოს და ესე ვერ შვები. კაი ხო, მოდი ვცადოთ რა და ბევრი რა კოინაში ჩამივარდეს ტელეფონი. ამ ძველი ტელეფონით რატო არ ვიღებ, იცი? არ ვიცი რა სჭირს ამ ტელეფონს. ზოგადად ეხა ამ ტელეფონს რო სჭირს ეგ სჭირდა ჩემ დიდ ბაბუასაც და აღარ არის. ბაბუა არა, პაპა ბაბუს. ხო და 8 წუთზე მეც არ იღებს ის. არ ვიცი რა. მოდი ახლა მე ამას დავამონტაჟებ, აგ ეგ სარკეზე ის ვნახოთ, დახრის კუთხე. როგორ აი ეს მახვალეს ხოლების წამალი ადამიანებია დავლევ ახლა და ისე ჩავალ. ანუ ეხლა რა ხდება თქვენთან ერთად გავაკეთო. ხო ეს არ მიშლის ხელს. აი ესე უნდა იყოთ. კიკინას ამოვყოფ. დიდად არ მიჭერს. არ მტკენს. ამას რაღაცა ისინი აქვს. სილიკონის ისინი აქვს არის რეალოს და არ მოგძრეს, ანუ ეხა აი საერთოდ არ გატოკდება ეს. ეს პლასმასის ისე აქვს, რომ შუბს არ მტკენს და მოკლედ ნახოთ რა გავაკეთეთ. დავტესტოთ ყოველ შემთხვევაში. მოჩი მარტო დამჭა გამოწმენდა და აიმების დაწმენდა აი ამის. ხო და სანამ საერცხის მანქანა მუშაობს, რადგან ეს საერცხის წამალი და რაღაცა მე მაღლა უნდა დავალაგო აქ რა და აი ყველაფერს მაღლა ავალაგებ, მე გამოწმენდა ბარემ და ბოლო ეტაპსაც აქაც თუ მოვასწრებ. არ მიყვარს ხოლმე რამე ზედმეტი როდებს და ავიღებ ყველა ქვაბები, ჯამები, ტაშტები. ხო და მოკლედ ეს დღეები რაც კუხნას დავაკელი, ხა უშველი. ну გარდა მოწმენდისა, ეგ უკვე საათ ნახევარში. წყალი რატო არ გოდის? მოტორმა რაო. ამიტომ გადავწვით მოტორი. აქ მაქვს დიდი ჭიქით რა ქვია იმას. კომშის კამპოტი გუშინ მოხარშე.
ხამას ჩავასხი. და რა დავლე მე კიდე რადგან წყალს ვერ ვსვავ თუ არ ვსვავ თუ რა ვიცი როგორ აქვია წყალთან ხოლმე პრობლემები მაქვს. ხო და ეს კამპოტი ვირჩიე და მოვხარშე რა. აი ეს არის წამალი რომელსაც ვუსმენ კუდას. ეს არის თუთის მალამო. გარეგანი გამოყენებისთვის. წაუსვი რა ვიცი და ერთი მოტორი გადავტვირთო ერთი წამით დაგაპაუზოთ თქვენ. გადავიღე ცოტა დასამუღამებელი არის მაგით გადაღების პროცესი, იმიტომ რომ კარგად უნდა დავაფიქსირო ხოლმე დახრის კუთხე. ხო, მუსიკის დადებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემ ხველებას რო უსმედი, ისე საყვარლად ვახველებ მაგ კადრში, რომ ზოგადად ეგეთი ვიდეოების ეგრეთ წოდებული მუღამიცი რა არის, რომ ხმა არ ადევ არც მუსიკარც არაფერი და ანუ საქმის კეთების პროცესის ის ხმა ისმის და მე მიყვარს ესეთი ვიდეოები სინამდვილეში. ხო და ამიტომ არ დავადე მიუხედავად იმისა, ისე საწყლად ვახველებ, ისე უბედურად ეს ნახეთ რა. ეს ნახეთ რა ცხოვრება წევს იქ. ისე საწყლად ვახველებ. ეს ხმა ვაწვრილებული და ამიტომ დავტოვე. უბრალოდ ამ ვიდეოს მე დავტოვებ მაგ კეთების პროცესს. დაიკეტე. ახლა შევიქაქანებ და მე ამ ოთახსაც მივხედა. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბაჰე. აქ რა ხდება მოკვდა ვინმე? ვინმე ხო არ მოკლეს. ბარბარე ვინმე ხო არ მოკლეს აქ, ჰა? აი რა იცის ახლა მე რას ვეუბნები? რატო იცი? იცი ეგ ფრაზა საიდან არის? ჰა? რავი, ერთად ვუყურებ წინაზე და ივანე რას უყურებ? კორეულია? კორეულია? ვარსკვლავია? აიმე. ივანე უყურებს იმას, რა ქვია მაგ ფილმს ვარსკვლავი, ჩემი შეყვარებული სხვა პლანეტიდან, ხო? ხო, თუ სხვა ვარსკვლავიდან, ხო ეგია. კაფეთი დაგვაკლდება. აი ეს ავიღე. აბა თქვენც ახლა ყოველ დღე გასარიცხი გამიხადეთ. ახლა YouTube-დან ბლოკავს ამ ვიდეოს. მოკლედ, წავედი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. მომავალ ვიდეო იქნება სავარაუდოდ, იმიტომ რომ რა ვიცი, ანდერძი დავხიე უკვე. წესით აღარ დამჭირდება. ეხა იკომშის კამპოტს დავლეო, მანამ მაგასობაში რამეს ვუყურებ თან და მე უკვე ამ ოთახებს მოვაწესრიგებ, ასე რომ ნება გავაკეთებ თუ რაც იქნება. აბა ხედა დროებით ახლა დაგიტოვებთ იმ კეთების პროცესს, რაც წეღან გავაკეთებ.
ნინო მოდი აი ხდება.